და სოციალური ქსელის გამოკითხვის შედეგები გააცნეს. დღეს ტელეფონის რეაბილიტირებული მაგისტრალური სარწყავი არხი გაიხსნა სამუშაოები, რომელიც 2012 წლის აგვისტოში დაიწყო 14 მილიონ ლარამდე დაჯდა. ტელეფონის არხი, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიას 3 ადგილზე კვეთს სარწყავი წყლით, გორის რაიონის 23 სოფელს ამარაგებს. სამუშაოების დასრულების შემდეგ ყველა სოფელი სარწყავ წყალს შეუფერხებლად მიიღებს. პარალელურად სარეაბილიტაციო სამუშაოები საუთვისის სარწყავ არხსაც მიმდინარეობს. 2008 წლის შემდეგ ტელეფონისა და საუთვისის არხებიდან, რომლებიც ოკუპირებული ტერიტორიებიდან იღებს სათავეს, მოსახლეობას წყალი აღარ მეწოდებოდა. ტელეფონის არხზე დასრულებული სამუშაოები დღეს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დაათვალიერა. მნიშვნელოვანი პროექტია როგორც სოციალური, ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით. სოციალური თვალსაზრისით მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც აქ ცხოვრობს ძირითადად სასოფლო-სამეურნეო საქმიანობით დაკავებული მოსახლეობა და თუ ისინი არ გამოიყენებენ და ვერ გამოიყენებენ ამ სისტემას, ესეთ შემთხვევაში მნიშვნელოვნად შემცირდება მათი შემოსავლები. წელს მათი დიდი ნაწილი შეძლებს იმას, რომ გამოიყენოს ეს სარწყავი არხები, როცა ზაფხულის ცხელ პერიოდში იქნება შესაბამისი მორწყვის აუცილებლობა